მოგესალმებით და მივესალმები მთელ საქართველოს. მოდი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ. ლუკა რომ მივიღეთ სამსახურში იცით და ლუკა უნდა უკვე ჩაერთო საქმეში. და მე ლუკა მიმყავს ქუთაისში. და ჩვენი ძალიან დიდი სურვილია მე და ლუკამ ქუთაისში კვირას 13 რიცხვში პირველ საათზე საქართველოს ისტორიაში პირველად ქუთაისში ავტოსალონი გავხსნათ. ეს ლუკასთვის იქნება მთელ მის ცხოვრებაში დასამახსოვრებელი და მთელი იმერეთისთვის, ვინაიდან პირველად იმერეთში, კერძოდ ქუთაისში იხსნება ძალიან კარგი, დიდი, ლამაზი შოურუმი ავტომობილების. ბატონებო და ქალბატონებო, მე იმერეთი მიყვარს, როგორც მთელი საქართველო და დიდს და პატარას ყველას გეპატიჟებით პირველ საათზე 13 რიცხვში. ეს რა მისამართია მარი? თაბუკაშვილის 96. ეს არის თაბუკაშვილის 96 და იმ ადგილს რას ეძახიან? რა ადგილზეც გავაკეთეთ? ამ ადგილს ეძახიან ბამი. რა სიტყვი? ხო მაგარი იქნება პირველი შოურუმის გახსნა ქუთაისში. დიახ, კაი იდეა ქუთაისში და ვფიქრობ ძალიან ბევრი კლიენტი ეყოლება ამ ადგილს. ხო გიხარია რომ შენ ჩემთან ერთად მოდიხარ ქუთაისში და ერთად ხსნით ცენტრს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია თქვენთან. აქაც ჩაებე საქმეში. მოგწონ ჩვენთან. მე რაც შემიძლია ყველაფერს გასტავლი და რაც მე ვიცი, ეს შენთვის საკმარისია. შენ 2 წელიწადში უკვე დიდი ბიჭი, უფრო დიდი ბიჭი იქნები და შენ საქართველოში უნდა იყო ყველაზე თითით საჩვენებელი ბიზნესმენი. ბიზნესი ყველაფერ ჯობია. როცა ბიზნესი დამოუკიდებელი გაქვს, არასდროს უფროსი არ გყავს. რომელ სკამზეც დაждები, ის შენი სკამია და შენ ხარ ხელმძღვანელი. ამიტომ ზუსტად შენი ტოლი ვიყავი მე რომ დავიწყე ბიზნესი, მაგრამ მე უფრო რთულად დავიწყე ვიდრე შენ. მე ძალიან რთულად დავიწყე და ამიტომაც ალბათ ღმერთმაც გადმომხედა და დღემდე